მოდით ვისაუბროთ ხელშეკრულების დარღვევებზე, აქტუალურ და ხშირად ასმულ კითხვებზე და გავცეთ პასუხები. პირველი, არის თუ არა ზეპირი შეთანხმება სამართლებრივად სავალდებულო? დიახ, თუ ის მოიცავს შეთავაზების მიღებას, ანუ ღირებულების გადაცვლას და განზრახვას, რომ შეთანხმება იყოს სამართლებრივი. მეორე, რა არის ხელშეკრულებების დავების ყველაზე გავრცელებული მიზეზი? ეს არის გაურკვეველი პირობები, განსაკუთრებით გადახდის, მიწოდების ან მომსახურების მოცულობის შესახებ. მესამე, შემიძლია გავწყვიტო ხელშეკრულება, თუ მეორე მხარე არ ღვევს მას? შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევა არსებითია ან ხელშეკრულების პირდაპირ ითვალისწინებს გაწყვეტის უფლებას. მეოთხე, რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში, თუ დავა წარმოიშვება? გადახედეთ ხელშეკრულებას, შემდეგ დაიწყეთ ყველაფრის დაფიქსირება, დოკუმენტირება. შესაძლებელია სასამართლოში ვიჩივლო, თუ წერილობით ხელშეკრულება არ არსებობს? კი, მაგრამ დამატებითი ტვირთი ბევრად მძიმე იქნება. მეექვსე, უნდა ვცადო მედიაცია სანამ სასამართლოში წავალ? ხშირად სასამართლოები ელიან, რომ მხარეები განიხილავენ ალტერნატიული დავების გადაწყვეტის გზებს. შესაბამისად შესაძლებელია. მეშვიდე, შემიძლია ავანაზღაურო დაკარგული მოგება? დიახ, თუ ის ხელშეკრულების დროს პროგნოზირება და დასაბუთებულად ითვლება. ბონუსად, რისი თავიდან აცილება არის აუცილებელი? ემოციებით მოქმედება ხელშეკრულების დავების დროს ეს არის ძალიან რთული და შესაბამისად აბრკოლებს სიტუაციებს და შესაბამისად ნებისმიერი სირთულისა და აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებლად მოგმართეთ ლოვლექსში, სადაც ჩვენი გამოცილი იურისტები გაგიწევენ თქვენთვის მორგებულ კონსულტაციას.